ქვეყანაში სრული ღირებულებითი ინსტიტუციური და სამართლებრივი ქაოსია. ერთპარტიული პარლამენტი კანონად აქცევს ნორმას, რომლითაც პოლიტიკურ კონკურენციას და გამოხატვის თავისუფლებას კრიმინალთან აიგივებს. საკონსტიტუციო სასამართლო და პოლიცია ამ კანონებით პარტიებს გრძალავს და ხალხს მასობრივად ციხეში უშვებს. პოლიციაში ამ ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა, ისე ექცევიან როგორც კრიმინალებს. ქართველმა მე რო გამიკეთა ქართველმა ის აფხაზს არ გაუკეთებია ჩემთვის. ხო ვერაფერი რო ვერ იპოვეს, ის პეაპკა იპოვეს ის ერთჯერ თქვი და არ მინდა მაგის განმეორება. სალიარკის სუნი აგდისო, სალიარკისო. მე ვერ ვკადრე მაგას თუ არა. იმ სალიარკის სუნი აბა მე ხელოსანი კაცი სალიარკის სუნი ამომივა აბა თუ ხის და სუნამოსული მე არ ამომივა, მაგრამ იმ ტრიაპკას კონდა ის სალიარკის სუნი, იმიტომ შემთხვევით ჩავიდევი ჯიბაში, შემთხვევით დამავიწყდა 75 წლისგან. მივხვდი მე მინდა იმ ბიჭებს შევხვდე, ვინც მე ბოდიში და გამაშიშვლა და ბოდიში კიდევ ბოდიშს ვიხდი და არ მოეწონათ ჩემი ბებერი სხეული ალბათ. აბა რას ეძებდნენ მეტი, ბოდიშს ვიხდი კიდევ. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ამ კაცის 75 წლის კაცის დღევანდელი ინტერვიუ, რომელიც მას თამარ ბაღაშვილთან ჰქონდა. ამ დროს კრიმინალები საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის შავი ფულის გადანაწილების დაუნდობელ ომში არიან. უმართლებს იმას, ვინც ახალ სახელმწიფო გადანაწილებაში დომინანტ კლანთან, ანუ ოჯახთან, ფემილისთან ახლოსაა. სპეცსამსახურები ამავე ოჯახის რეპრესიული მექანიზმია. მხოლოდ მათ შეუძლიათ ზუსტად დაადგინონ მსხვერპლის ფრენის რეისი, ჩამოსვლის დრო, ცენტრალურ ტრასაზე გადააყენონ ტაქსი მანქანა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ მჯდომ უკვე პატიმრობა და ფსიქოლოგიურ წამება გამოვლილ ექიმს, მანქანითვე აუჩქარებლად დატოვონ ტერიტორია, რომელიც ვიდეო კამერებითაა გადატენილი და პასუხი არავინ აქვს. პარალელურად რეაგირება არ დააყოვნეს ღამით გადაკეტილ რუსთაველზე და გაგრიდან დევნილ აზა ბებოსთან ერთად დააკავონ 4 ადამიანი ერთი ოჯახიდან და დამსახურებულ მასწავლებელს და არა მარტო მას, დამსახურებულს, როგორც კრიმინალს კაპეზეში ღამეები ათევინონ. კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლად მოგვაწოდონ ინფორმაცია სპეცოპერაციაზე, სადაც მოკლულია კაცი, რომელზეც პროპაგანდისტულ არხებზე, რა თქმა უნდა, არ იტყვიან, რომ წლების განმავლობაში თავად ოცნების მთავარი დასაყრდენი იყო. 20 წელია ამათი იმაზე რა, სახელმწიფო იმაზე მუშაობდა. კი, ქართული ოცნებასთან ასოცირდებოდა. დეპუტატი იყო რამდენი წელი, 10 წელი მერე კიდე საკრებულოში იყო დეპუტატი. კი ბატონო. ახლა ბოლო არჩევნების დროსაც იხმარება. კი ბატონო, აი მაგისი არის, აი 2 წელია იგებს აქ გაბალში, მაგის შედეგია, ჩემს სიმამლის ის არის რა, გაგეთებული, ანუ ის არის რა, მაგის შედეგია რომ მოიგოს. მოკლედ, როცა ჭირდები მისი მთავარი დასაყრდენი ხარ, როცა აღარ შეიძლება მოკლან ან დაგაკავონ კიდეც. ისევე როგორც რეაგირება არ ექნებათ მათი აქტიური მხარდამჭერების დანაშაულზე, სანამ უშუალოდ მინისტრის ან იმის ღირსებას არ შეეხებიან. და შემდეგ უკვე სამაგალითოდ დასჯიან მაღაზიის თანამშრომელი ახალგაზრდების უმოწყალო ცემის გამო. მერე რა, რომ დანაშაული რამდენიმე დღით ადრე იყო მომხდარი, რეაგირება კი იგვიანებდა. დაჭერები და ისინი მაგის დედაოზე აგერეკა ჩემთვის ამოვიდოდი მოგარიგებ.
ნუ ალბათ თლად ამ ტექსტით და ასეთი ტონალობით არა, მაგრამ ნაცნობი და არც თუ იშვიათად ზოგიერთი მღვდელმთავრისთვის ჩვეული ძველბიჭური ტერმინების გამოყენებით იბარებენ და ურჩევენ საქმეებს არქიმანდრიტებს საპატრიარქოში, რომელთა ნაწილსაც საერთოდ შენობაშიც კი არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათაც ისევე ეკუთვნით ამ ინსტიტუციის მფარველობა და როგორც მინიმუმ თავის მართლების უფლების გამოყენება, როგორც ქართული ეკლესიის სახელსამოფარებულ რეჟიმის რეპრესიული სისტემის გაგრძელებებს. მე ვალდებული ვარ, ჩემს სულიერ შვილთან ვიყო და ეპისკოპოსი ვალდებულია რომ მოძღვარი შეუშვას. მოძღვარი შეუშვას თავის სულიერ შვილთან ერთად. ეს ვალდებულებაა. განაირად აი ეს კითხეთ. ეს კითხეთ ეს. ესე ვიკითხეთ ზუსტად. როგორ? მამა ილია თოლორაია როგორც არის დაბარებული, ითხოვს მამა დოროთე შემოსვლას მას. დიახ. უარი ვისი გადაწყვეტილება ეს მინდა მე. ან შემოგზანდეს. მამა ილია აი ჩემ შეშვებაზე უარი მეუფეშიოს გადაწყვეტილებაა თუ არა? აი ამას ვითხოვ. პასუხი გამეცი და შევა. ეგ არ ვიცი. ეს ყველაფერი არ ხდება მხოლოდ ძალაუფლების, ფულის და გავლენის სამუდამოდ შენარჩუნების მიზნით. რუსეთის ყურები ყველა სფეროში და შედეგში ჩანს. უპირველესად კი იქ, სადაც ღირებულებითად, სამხედრო ძალისა და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ პარტნიორებს ომს ვუცხადებთ. ქართველების თაობების ძალისხმევასა და მსხვერპლს ოცნების პროპაგანდის მიერ ამღვრეულ პატრონის ფეხების ნაბან წყალს ვატანთ. საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს სიცოცხლის უნარიანი გზა ევროკავშირისკენ, სანამ პირობები რადიკალურად არ შეიცვლება. საქართველო არის მხოლოდ ნომინალური კანდიდატი ქვეყანა. მაქვს მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან, როგორც იცით, მათი მთავრობა ეუბნება საკუთარ ხალხს, რომ ისინი ევროკავშირში შემოყავს. ძვირფასო საქართველოს მთავრობა. თქვენ არ შემოყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში, თქვენ აშორებთ თქვენს ხალხს ევროკავშირს. ესენი მტრები არიან. სამაგეროდ რუსები და არაბები არიან მეგობრები. ბოლოს კი ვთქვათ, რომ თურქული და ჩინური ექსპანსიის საფრთხეების პროექცირებით აგორებულ ქსენოფობიურ ტალღაზე მოსულ ხელისუფლებას სატრაბახო დღეს მხოლოდ ის აქვს, რომ საქართველოს საუკეთესო ადგილებში არაბული ოაზისები აშენდება.